მშობელია დარწმუნებული ვარ. ახლა ვინც გვიყურებს და გვისმენს, რამდენად ხანდახან სკეპტიკურად არიან ხოლმე, ასე ვთქვათ, განწყობილები, იმიტომ რომ არის მაინც კონკურსი, არის ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, შერჩევა, ალბათობაც არსებობს იმისთვის, რომ მოხდეს მათი შვილი იგივე სტუდენტი. რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს? ყოველ შემთხვევაში ჩვენ გავიგეთ, როგორ უნდა იცოდეს მან რა დოზით ინგლისური ენა. მაგრამ უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, რა თემასთან დაკავშირებით ლიდერის თვისებებზე ისაუბრეთ თქვენ, რას ნიშნავს ის გარდა იმისა, რომ უნდა იყოს, ასე ვთქვათ, პრეზენტაცია წარადგინოს, აქტიური უნდა ბრძანდებოდეს, მაგრამ გლობალურად თემები დაასახელეთ აფხაზეთის, ოსეთის, ისეთი ცხინვალის კონფლიქტური ზონები. 16 წლის ბავშვმა შეიძლება თუ არა ეს იმ დონეზე იცოდეს, რომ დაწეროს საერთაშორისო დონეზე გაიტანოს, ეხმარება თუ არა მათ რაღაცა მიზნობრივი ჯგუფი არსებობს თუ არა და ამ ბავშვების შემდეგი ბედი რა არის? გრანტი მოიგეს და აქ ჩერდება ეს ყველაფერი თუ რა როგორ ვითარდება, განვითარება ყველაფერს გააჩნია. ხო, ამ შემთხვევაში თქვენთან რა თქმა უნდა, ძალიან კარგად დასვით ეს კითხვა. კრიტერიუმი ახლა ძირითად სიღრმეებს ვერ გეტყვით, ეს ცოტა ჩვენი ესე ვთქვათ საიდუმლოებაც არის, როგორ ვარჩევთ ჩვენ აპლიკანტებს. ჩვენი ესე ვთქვათ ძირითადი მიზანი არის ის, რომ სწორედ ის აპლიკანტები იყვნენ შერჩეული, რომ ყოველ წელს ჩვენ მოვიპოვოთ გამარჯვება და შესაბამისად დავბრუნდეთ გამარჯვებულები ამ პროექტიდან. მაგრამ რაც შეეხება თემატიკას, რა თქმა უნდა, ჩვენი ორგანიზაციის გუნდი მუშაობს ამაზე, მარტო ლიდერის თვისებები და ინგლისური ენის ცოდნა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ბავშვებმა დამოუკიდებლად იმუშაონ და სწორედ ის პრიორიტეტი განსაზღვრონ, რა პრიორიტეტიც მსოფლიო დონეზე დგას და შესაბამისად მე ამ პროექტმა მოიპოვოს გამარჯვება. ჩვენი გუნდი ინტენსიურად ბავშვებმაც ახსენეს, რომ ბოლო თვენახევარი იხსნება სარეზოლუციო პროექტის განაცხადი, ონლაინ აბარებენ ამ განაცხადს, ინტენსიურად მუშაობს, ჩვენ ვუთითებთ პრიორიტეტს, რა პრიორიტეტია და ვაძლევთ მიმართულებას მაგალითისათვის, რომ უფრო ეს გავხადოთ მაყურებლისთვის გასაგები, აი მაგალითად რეალური მაგალითად თუნდაც გიორგის ფაქტზე, რა დაწერა ისეთი გიორგი გვაინტერესებს. რატომ არის დღეს ის ჩვენთან სტუმრად, რითი არის ის გამორჩეული სხვა ბავშვებისგან 16 წლის გიორგი, რომელიც ძალიან დიდ თემას კონფლიქტურ ზონებზე წერდა, ხო, რომელიც გაიტარა. აი მაინტერესებს შენი ხედვა ამ კუთხით, რატომ დააინტერესა მათ? ჩემი თემა არ შეეხებოდა კონფლიქტურ ზონებს, ჩემი თემა შეეხებოდა ქაღალდის გადამუშავებას. ეკოლოგია, ხო, არა, მაგდა მახსენა და მაგდა გააკეთებს კომენტარს. პრინციპში გლობალური პრობლემები, რომლებიც გაიაზრეს. გიორგის გავაწყვეტინება ხა და მინდა ასევე ვთქვა, რომ ჩვენ შარშანაც მოვიგეთ სარეზოლუციო პროექტი, რომელიც ეხებოდა დევნილების პროფესიულ გადამზადებას და დასაქმების ცენტრს, რომელიც ძალიან მალე ამოქმედდება ეს პროექტი და შესაბამისად გაჟღერდება ფართოდ საზოგადოებაში. ჩვენი ძირითადი, ესე იგი, გზა კვლევი ამ პროექტების მიმართულების განსაზღვრაში არის გაეროს 8 მილენიუმის განვითარების მიზნები. სწორედ ამ 8-დან ვიღებთ ჩვენ თემატიკას და შესაბამისად იმ თემატიკას, რაც არსებობს, რა პრობლემაც არსებობს საქართველოში. პირველი საერთაშორისო ურთიერთობები და აფხაზურ-ქართული და აფხაზურ-ოსურ-ქართული ურთიერთობები სწორედ ჩვენი ქართული რეალობიდან გამომდინარე ავიღეთ, რომ ძალიან დიდი პრობლემა ამ პროექტით რამდენი წელია, ხო, 17-18 წელია, ეს არის ესეთი გაუთავებელ პროექტი, რომელიც ჩართულია, ასე ვთქვათ, მთელი მსოფლიო. თემა, რომელზეც უამრავი პროექტი. ახალი რა იყო ამაში, რა კუთხით და სხვადასხვა ძალიან საინტერესო მიმართულება აიღეს ბავშვებმა, ეს იყო საერთაშორისო ორგანიზაციების როლი ამ ურთიერთობების დარეგულირებაში. ჰქონდათ განსაზღვრული აფხაზი ახალგაზრდების და ოსი ახალგაზრდების მესამე ნეიტრალურ ტერიტორიაზე მოპატიჟება, ესე ვთქვათ, და ერთობლივი კონფერენციების, ვერქშოპების გამართვა, სადაც სწორედ განიხილავდნენ ამ საერთაშორისო ორგანიზაციების როლს, მათი თუ რა როლს შეასრულებდა ის საქართველოს, ოსეთის თუ აფხაზეთის მომავალი ცხოვრებისთვის. მე მახსოვს ერთ-ერთ სკოლაში იყო თემა შემუშავებული და ქართველი ბავშვები წერდნენ იმ აფხაზ ბავშვებს, რომლის მამებიც იბრძოდნენ ჩვენს კონფლიქტში აფხაზურ-ქართულ ომში.
და რამდენიმე წერილიც არსებობს. თუ იყენებთ ხოლმე მსგავს ესეთ მაგალითებს, რომ ერთ-ერთი წერილი დამამახსოვრდა, სადაც პატარა ბავშვი წერს, რომ შენი მამა იბრძოდა საქართველოში, შენი მამა მე მომიკლა და თან ძიმე თემა. აი ესეთი მტკივნეული ადამიანური კუთხით თუ იყო და ფაქტებით თუ არის, ესე ვთქვათ, ეს პროექტი მოყვანილი, რაღაც ესეთი მაგალითებით, რომელიც უფრო ადამიანური კუთხით შეძრავს მსოფლიოს ალბათ და უფრო ნათელს გახდის თუ რა მოხდა, ხო? კი, რა თქმა უნდა, ეს თემა არა ისე ზეპირად დამუშავებული, არამედ რაღაც კონტაქტებზე აგებული თემა იყო და არის, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, ჩვენ გვაქვს რეალური კონტაქტები იმისათვის, რომ ნამდვილად გადმოვიყვანოთ ჩვენ იქიდან აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები და ასევე ოსეთში მცხოვრები ახალგაზრდები და სწორედ ძირითადი მიზანი ამ პროექტის იყო ის, რომ მომავალი თაობა გადაარჩენს და მოაგვარებს ამ კონფლიქტურ სიტუაციას. თუ ჩვენ დავალთ ჩვენი ახალგაზრდობა და აფხაზური და ოსეთის მოსახლეობა მივა იმ ერთ საერთო დასკვნამდე, რომ ჩვენ გადაგვარჩევს მხოლოდ ევროპისკენ მიმავალი გზა, ამაში ხედავდნენ ეს ბავშვები გრძელვადიან, მაგრამ ძალიან დადებით შედეგს, რათა მოგვარდეს კონფლიქტი აფხაზეთ, osset საქართველოს შორის. ლელამ დასვა შეკითხვა და მე დაუბრუნდები ისევ იმ თემას. ბავშვები, რომლებიც აღწევენ კონკრეტულ წარმატებას, ამ შემთხვევაში ეს ორი ადამიანი. შემდეგი პერსპექტივა მაინტერესებს. დიახ, პერსპექტივა გამომრჩა თქვენს ორგანიზაციასთან. დიახ. პერსპექტივა არის ძალიან დიდი. მოდი თვითონ ვასაუბროთ, չէ? და მოდი თქვენ და მე რეზიუმეს გავაკეთებ. ისმით მაგდა. პირველ რიგში ის რომ თითეული ახალგაზრდას, რომელიც ამ ახალგაზრდულ ასამბლეაზე წარდგება, ალბათ ძალიან დიდი პატივი იქნება ის, რომ მოიპოვოს გამარჯვება, თვითონ მონაწილეობა მიიღოს, იმიტომ რომ ამით მას ეძლევა საშუალება, რომ გახდეს საერთაშორისო ასპარეზზე მოთხოვნადი კადრი პირველ რიგში, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში და ასევე მის კარიერულ წინსვლას შეუწყოს ხელი. კეთი სახლში არ იყოს მშობელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გიორგი, მე შენთან გადმოვალ შეკითხვით. პრეზენტაცია გააკეთე 48 ქვეყნის წინაშე, გაერო შტაბ-ბინაში, რომელმაც მოიპოვა ის კონკრეტული შეფასებები, რომლებიც მიიღეთ და რომელიც გახდა გამარჯვებული. კავკასიის მაყურებლისთვის გააკეთე იგივე პრეზენტაცია შენს პროექტზე, რომელზეც აი ესე აქტიურად ჩაერთეთ შენი ჯგუფი და შენი წარმომადგენლები და რომელი თემაც გაინტერესებთ და ტკივათ. ეს იმისთვის, რომ ვიცით, რომ ძალიან ნიჭიერი ადამიანი ხარ, უბრალოდ იმისთვის, რომ მაგალითი მივცეთ იმ მშობლებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც უნდათ მონაწილეობის მოსწავლეებს, რომლებსაც უნდათ იგივე გააკეთონ. თუნდაც მოუწოდებ, რომ ასევე მასწავლებლებიც, სკოლის დირექტორებიც აუცილებლად უნდა იყვნენ აქტიურები, რომ ასე ვთქვათ, პოტენციური მონაწილეები მოიძიონ თავიანთ სკოლებში. აბსოლუტურად გეთანხმები და ინფორმირებულობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში საზოგადოების და ამაზე შემდეგ კიდევ ვისაუბროთ უფრო დეტალურად. ზოგადად საუბრობთ, მაგრამ აი კონკრეტულად რას უნდა აკმაყოფილებდეს, რას სახის პრეზენტაცია არის საჭირო, აი გითხარი. ჩვენი პროექტი შეეხებოდა ქაღალდის გადამუშავებას და მის დადებით მხარეებს ქვეყნისთვის და კონკრეტულად თბილისისთვის. ჩვენ წარვადგენთ იქ ფლაიერები, სტიკერები, ასევე პრეზენტაცია. ფლაიერზე, სტიკერზე გამოსახული ისეთი ის რაღაც ურნები უნდა დაიდგას ქალაქში, ხო? და რა უნდა მოხდეს ამ ურნებში, რა უნდა ჩავყაროთ? ჩვენ გეგმა იყო რომ სკოლებში და უნივერსიტეტებში დაგვედგა ყუთები, სადაც მოსწავლეები თუ ლექტორები და მასწავლებლები ჩაყრნენ ქაღალდს, რომელსაც მე წავიკებდით მაკულატურაში გადასამუშავებლად. ეს არის კარგი როგორც ხალხისთვის, რადგან შეიცვლებოდა მათი კულტურა ქაღალდის დამოკიდებულების მიმართ, ასევე ბუნებისთვის და ხეებისთვის და ზოგადად ეკონომიკისთვის. სხვათა შორის გარემოს დაცვის სამინისტრომ რამდენიმე წლის წინ მწვანე ურნები გააკეთა და მიიტანა
ყველა დაწესებულებაში რომ არ გადაყაროთ მაკულატურა, იმიტომ რომ ეს შეიძლება შემდეგ იყოს გამოყენებული და რამდენიმე ხანი მახსოვს, რამდენიმე თვე მიქონდათ, მაგრამ შემდეგ ეს ყველაფერი გაჩერდა, ყველაფერი იწყება, მაგრამ სადღაც ჩერდება. შენ რითი არის განსხვავებული და განსაკუთრებული? ჩვენი პროექტი ასევე თვალისწინებდა პრეზენტაციების ჩატარებას ბავშვებისთვის, სადაც ვიტყოდით თუ რატომ არის ეს პროექტი უკეთესი სხვებთან შედარებით და იმიტომ რომ ეს ჩვენი გაკეთებული არის და გაეროს დაფინანსებულია. ეს შენთვის არის შენი გაკეთებულია და მოგწონს და კარგია, მაგრამ მე როგორ რატო უნდა დავინტერესდე და მაყურებელმა რატო უნდა ხო ასე დაინტერესების საგანი ბუნებრივია, ძალიან კარგი საქმეა. სად მიგაქვთ ესენი გასაგებია, ხო? და თან ფინანსური ისიც იყო ჩადებული, როგორც მახსოვს გიორგი დავამატებ უბრალოდ. ძირითადი მიზანი მაინც ამ პროექტის იყო ის, რომ სწორედ ბავშვებიდან მოდის ეს ინიციატივა სკოლის მოსწავლეებიდან, რომ ეს კულტურა დამკვიდრდეს, რომ თუ ამ ასაკიდან მისი თანატოლი ჩაუტარებს პრეზენტაციას და თან ეტყვის, რომ ეს გაეროში გატანილი და მოწონებული პროექტია და ჩვენ ეს კულტურა უნდა გავატაროთ მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე. აი სწორედ იმიტომ გაჩერდა ის პროექტი, რომელიც ესე ვთქვათ იყო და დაიდგა ეს ურნები, რომ ჩვენში საზოგადოებაში არ არის ეს კულტურა გათვითცნობიერებული ალბათ ბოლომდე და სწორედ ამას მოიცავს ეს პროექტი და ასევე იყო ფინანსური მხარეც, ხო? ვინც მოიტანსდა და ჩააბარებდა ამ პუნქტში, ესე ვთქვათ, მას ფულადი ანაზღაურება სიმბოლური ექნებოდა ამისთვის. არ შეიძლება რომ განვახორციელოთ, თუნდაც რამდენიმე სკოლაში. რა თქმა უნდა, განვახორციელებთ რა თქმა უნდა, შეიძლება ამის განხორციელება, მაგრამ უნდა დაფინანსება და გრანტი, რომელიც ვერ მივიღეთ, მაგრამ ვეცდებით რომ საქართველოში ლოკალურად მივიღოთ სხვადასხვა კომპანიებისგან. პრინციპში რა არის საჭირო? ხო, აი რამდენია საჭირო? საჭირო იქ ვითხოვდით $2800, მაგრამ ამაში იყო გათვალისწინებული პრეზენტაციების ჩატარება, პერსონალი, ყუთები და ასე შემდეგ. აი $2800-ში ყველაფერი. ძალიანად. კი. მე მგონი ვიზებდება ვინმე მეცენატი, რომელიც ამ საკითხს ძალიან მარტივად გადაჭრის და ახალგაზრდებს ეს მეტად კეთილი საქმის გაკეთებაში დაეხმარება. არ ვიცი, მე ძალიან ასიამოვნები დარჩები თუ ჩვენი გადაცემის წყალობით ვინმე გამოეხმაურება აი მართლაც ნიჭიერ და კარგი საქმის კეთებელ ადამიანებს. მაგდა გამაგზავნოთ შენთან საუბარი, ძალიან კარგი თემა წამოჭერი, რომ სკოლებში გაკვეთილების შემდეგ ბავშვები დარჩებიან, სადაც მიგრძანდებიან ის კომპეტენტური ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციიდან და მათ, ასე ვთქვათ, თავისუფალ დროს ძალიან ნაყოფიერ ლექციებს ჩაუტარებენ. რა სახის ლექციები იქნება? ცოტა რთულია ესე დაჯდე და ბავშვი დასვა გაკვეთილების შემდეგ 7 გაკვეთილის შემდეგ 3 საათი დილის 9 საათიდან 3 საათი თავდება გაკვეთილი. შემდეგ კიდე რომ მოდის ვიღაცა და ეუბნება, მოდი ახლა დაჯექი, შემდეგ კიდე მომისმინე ლექცია უნდა ჩაგიტარო ამ სასარგებლო თემაზე, ის უკვე აღარ მოგისმენს უმრავლესობა ამაში დამეთანხმები არა. ეს არ არის ძალიან საინტერესო. აი რითი აინტერესებთ ამ ბავშვებს? პირველ რიგში რომ ყველა ჩაერთოს და არა რამდენიმე კარგი ბავშვი, რომელიც ისედაც გამოკვეთილია იმ სკოლაში. პირველ რიგში ჩვენ მინდა ვთქვა, რომ ეს ეხება სოციალურად დაუცველ ბავშვებს და იძლებით გადაადგილებულ პირებს და არა ყველა მოსწავლეს, რომლებიც არის პირველიდან მეხუთე კლასამდე. რა თქმა უნდა, ამ პროექტში შერჩეული იქნებიან სხვადასხვა მოსწავლეები, რომლებიც აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას და ჩვენი დამატებითი გაკვეთილები იმით იქნება საინტერესო და ორიგინალური, რომ ის არ იქნება ჩვეულებრივი საგაკვეთილო პროცესი, სადაც ვიღაცა მივა და მათ მითითებებს მისცემს, წაუკითხავს, გაკიცხავს ან მსგავს რაღაცებს გააკეთებს. ეს ალბათ გარკვეულწილად დიალოგის ეს იქნება ბავშვებისთვის თვითონ ბავშვების მიერ შექმნილი გარემო, სადაც ისინი კომფორტულად და კარგად იგრძნობიან თავს, სადაც ისინი მოვლენ იმისთვის, რომ მიიღონ განათლება, მოვლენ იმისთვის, რომ იყვნენ ხალისიანად და არ იყვნენ დაძაბულები და არ იყოს ურთიერთობა როგორც მასწავლებელს და მოსწავლეს შორის. ჩვენ სწორედ ამიტომ ავირჩიეთ სტუდენტები ამ ბავშვებისთვის, რადგან ყველა სტუდენტის ალბათ სასიხარულო იქნება ის ფაქტი, რომ მასწავლოს მოსწავლეს და მიიღოს კონკრეტულად ამ მხრივ გამოცდილება. და თან ასაკის სხვაობას არც ისე დიდია ამ შემთხვევაში. ბარიერიც რა თქმა უნდა ეს პროტოტიპიც იმსხვრება რა თქმა უნდა რომ მასწავლებელი და მოსწავლე ასევე გვექნება სპეციალურად პროგრამა გაწერილი სადაც მოსწავლეები არ იქნებიან ერთ-მერხთან მიმჯდარი და იქ არ მიიღებენ მხოლოდ განათლებას, ჩვენ მათ დავეხმარებით და ხელს შევუწყობთ რომ მიიღონ კარგი განათლება, ჩამოყალიბდნენ როგორც პიროვნებები და იყვნენ აქტიურები და ასევე რაც ყველაზე მთავარია ჩვენ მათ მასწავლეთ ბავშვების უფლებებს
მეგობრებს და თუ როგორ უნდა დაიცვანეს უფლებები და რა უფლებები გააჩნიათ მათ. ერთი სიტყვით დავამატებ, რომ მეთოდიკა იქნება ძალიან მრავალფეროვანი და თანამედროვე მოთხოვნებზე და სწორედ რომ ბავშვის ყურადღება მაქსიმალურად იქნას მობილიზებული, რომ ისწავლოს არა გაკვეთილის სტილში, არამედ უფრო გახალისებული იქნება ეს პროცესი. და რეზიუმეს დავამატებ, რა თქმა უნდა, მე ვახსენე, რომ ჩვენ მქონდა შეხვედრა საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობასთან გაეროში და ძალიან დიდი ინტერესი მათი მხრიდანაც წამოვიდა ამ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით და პლუს დავდოთ შედეგები და თუ ეს შედეგი იქნება დადებითი და გაამართლებს ეს პროექტი, შესაბამისად ჩვენი სარეზოლუციო პროექტი შეიძლება გახდეს რეკომენდაცია სხვა ქვეყნებისთვისაც და ეს პროექტი გავიდეს უკვე საერთაშორისო დონეზე და სხვა ქვეყნებს მივცეთ რეკომენდაცია მსგავსი პრობლემის გადაჭრის საკითხებში. კეთილი, 48 ქვეყნიდან რამდენმა მოიპოვა გრანტი, საერთო სტატისტიკაც მაინტერესებს და ასევე ძალიან მაინტერესებს 5 წელია, რაც თქვენი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს. ყველაზე დიდი გამარჯვება ამ საერთაშორისო ორგანიზაციის რა იყო? თუ ეს ერთ-ერთი ჩვეულებრივი ეტაპი გახლდათ, რომ ჩაბრძანდით და მოიგეთ თუნდაც ამ სამ პროექტიდან ერთი. ნუ ჩვენთვის გამარჯვება პირველი არ არის, მაგრამ წლევანდელი გამარჯვება იყო ძალიან დიდი გამარჯვება, იქედან გამომდინარე, რომ 48 ქვეყნიდან 13 პროექტი იყო შერჩეული, 13-დან 5 ფინალში გადავიდა და ჩვენი იყო 2 პროექტი და მხოლოდ ერთადერთმა გაიმარჯვა და ეს იყო ჩვენი პროექტი, საქართველოს დელეგაციის პროექტი, თანასწორი დაწყებითი განათლება. ასე რომ ეს არის ერთადერთი ადამიანი, ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება. დიახ, ჩვენ შარშანაც მოვიგეთ. შარშანაც მოვიგეთ, მაგრამ შარშან 4 პროექტმა 4 პროექტი დაფინანსა და გრანტი და ერთ-ერთი იყო ჩვენი, მაგრამ წელს ერთადერთია ჩვენი.